აქცია ოცნების განათლების სამინისტროსთან სტუდენტები უწყებასთან ილიაუნის გაუქმების გეგმის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ეს უნივერსიტეტი დაზარალდება. აკადემიური სივრცე, რომლის მიმართაც ივანიშვილის წარმომადგენლები აგრესიას არასდროს მალავდნენ. სულ ახლახანს რექტორის წინააღმდეგ ერთი მეორის მიყოლებით მომზადდა პროპაგანდისტული სიუჟეტებიც. სტუდენტები დარწმუნებულები არიან, რომ გეგმა პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზანი უნივერსიტეტის დასჯა. პარალელურად ილიაუნის მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიმღებ პირთან ითხოვენ შეხვედრას, მის ვინაობას არ აზუსტებენ, რადგან რეალურად არც იციან, ვინ მიიყვანა უნივერსიტეტი თითქმის გაუქმებამდე. პროფესორები ადასტურებენ, რომ უნივერსიტეტის ასად პროგრამას და სტუდენტების 90%-ს დაკარგავს. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს ოცნების განათლების სამინისტროსთან, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. სამინისტროსთან აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, ცოტა ხანში დაიწყება აქ აქცია და გავიგებთ ამ აქციის მონაწილეების მთავარ გზავნილებს. ყველა მათგანი აქ არის ერთი მიზეზით შეკრებილი და ეს მიზეზი უკავშირდება ქართული ოცნების განათლების რეფორმას, რომელსაც საზოგადოების ნაწილმა დაარქვა დეფორმა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება აი ამ გადაწყვეტილებების შედეგად, ეს არის სწორედ ილიაუნი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის რაც დღეს ხდება ამ უნივერსიტეტის გარშემო არ არის მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლების პრობლემა, არამედ ეს არის ზოგადად ქვეყნის პრობლემა და ქართული საზოგადოების პრობლემა. ახლა ჩემს გვერდით იმყოფება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ილიაუნის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენს ის ქალბატონი ნინო მატარაძე. მოგესალმებით ქალბატონი, თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი საქმიანობის შესახებაც ილიაუნისში და გითხარით უშუალოდ თქვენ საქმიანობას შეეხება, თქვენ პროფესიას შეეხება თუ არა ეს ახალი გადაწყვეტილება და ზოგადად რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ, რაც ბოლო დღეებში შეიტყვეთ? ცხადია შეეხება, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უნივერსიტეტის ეს ამის შედეგად უნივერსიტეტი ვერ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ჩვენ გუშინ გამოგვიცხადეს, რომ გვაქვს უფლება რომ განვახორციელოთ მხოლოდ რამდენიმე პროგრამა. ეს რეალურად ნიშნავს უნივერსიტეტის დაშლას და 20 წლის შრომა მართლაც ნაბიჯ-ნაბიჯ შენდებოდა ეს უნივერსიტეტი და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში დასავლური სტანდარტის უმაღლესი განათლების სისტემა შექმნილი იყო და ყველა პროგრამა, ყველა კვლევითი პროექტი სწორედ დასავლური სტანდარტის მიხედვით მზადდებოდა და ეს იქნება ამის გაკეთება შეუძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა ამ ცვლილების გამო რომ ვითანამშრომლოთ სხვა დისციპლინების წარმომადგენლებთან საერთაშორისო პარტნიორობებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს და შესაბამისად აი ესე დამოუკიდებლად რაღაც კონკრეტული პროგრამების განხორციელება თანამედროვე უმაღლეს განათლების სისტემაში უბრალოდ ეს არის შეუძლებელი. ასევე მინდა ვთქვა მოკლედ აი პედაგოგიკის შესახებ, რომელიც მართლაც სრულიად გაუგებარია, იმიტომ რომ თანამედროვე განათლების სისტემაში ვლაპარაკობთ განათლების ადმინისტრირებაზე, ვთქვათ განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე, ზოგადად პედაგოგიკა ცალკე აღებული თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის უნდა იყოს მასში სხვა დისციპლინებთან. თუ ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა სხვა ძირითად დისციპლინებში პროგრამების განხორციელების, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან ფორმალური იქნება ამ ტიპის პროგრამები. ზოგადად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის პირველ რიგში, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიური და დამოუკიდებლობის შელახვა. ჩვენთვის არავის არ უკითხავს რა სახით გვინდა გაგრძელება ფუნქციონირების, როგორ ვხედავთ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალს. ზოგადად უკვე ცნობილი არის, რომ 120 საგანმანათლებლო პროგრამიდან ილიაუნისში დაახლოებით 9 ან 10 დარჩება. როგორ ფიქრობთ? პრინციპში არის ეს უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება ამ გადაწყვეტილების მიხედვით. ეს შემთხვევითია, როგორ გონიათ?
არა, რა თქმა უნდა, ბოლო წლებმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ამას მოწმობს ეს პროცესი, რომელიც წინ დაახლოებით 2 წლის წინ ყველამ ვიხილეთ, გულისხმობ უნივერსიტეტის ავტორიზაციას და გახსოვთ ალბათ რა კონტექსტში წარიმართა ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ მაშინ შევძელით, რომ დაგვეცვა უნივერსიტეტის პოზიცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც ამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცვათ უნივერსიტეტის ავტონომიურობა. ხედავთ ამის რესურსს ლაპარაკის გადაწყვეტილების მიმოხილვებთან. აკადემიური პერსონალი გუშინ ჩვენ მქონდა გაერთიანებული დიდი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, ყველა ფაკულტეტის საბჭოს წევრები, წარმომადგენლობის საბჭოს წევრები, ზოგადად აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ უნივერსიტეტი და ნამდვილად ეს პირველ რიგში ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტი სხვა შორის კიდევ ზარალდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ ამ ორი უნივერსიტეტის პრობლემა, არამედ მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემაც, დედა უნივერსიტეტის, როგორც მას გუშინ უწოდეს, იმიტომ რომ აი ეს მათ შორის ის მოდელი დაფინანსების, რომლის დეტალები ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით უკვე ცნობილია ის, რომ მათ არ აქვთ უფლება მიიღონ უცხოელი სტუდენტები, ის რომ ვაუჩერული სისტემა უქმდება, ეს ნიშნავს ფინანსური ავტონომიის დაკარგვას და ფინანსური ავტონომიის დაკარგვა ნიშნავს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღების დროსაც აი ამ დამოუკიდებლობის შეზღუდვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ზოგადად ზარალდება უმაღლეს განათლების სისტემა საქართველოში, რომლის ხელახლა აწყობა ძალიან რთული იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, არამედ ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და გამოხატოს თავისი აზრი. მადლობა. უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ის არის ილია-უნის ლექტორი, როგორც მან განგვიცხადა, ხელოვნების ფაკულტეტის მიმართულებით ის კითხულობს ილიას უნივერსიტეტში. ეს არის ერთ-ერთი ფაკულტეტი, რომელიც აღარ იარსებებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებით და არა მხოლოდ ის, როგორც ცნობილი ხდება, 120 პროგრამიდან ილია-უნისში რჩება 9 ან 10 პროგრამა. აი ესეთი არის ვითარება, პედაგოგიკა, როგორც ქართული ოცნების გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ და ასევე კომპიუტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები, უქმდება სამართლის მიმართულება, ბიზნესის, ხელოვნების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და ასე შემდეგ. და ილიას უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი, ჩვენი რესპონდენტიც საუბრობდა ამის შესახებ. სოხუმის უნივერსიტეტში იქნება კიდევ რადიკალური ცვლილებები, შეიძლება ითქვას, უმრავლესობა ფაკულტეტების უქმდება, მათ შორის სამართლის, დიპლომატიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, შემოდის ახალი ფაკულტეტი სოხუმის უნივერსიტეტში, ეს არის აგრარული მიმართულება და ასევე დარჩება ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა. ეს რადიკალური ცვლილებებიც განხორციელდება სოხუმის უნივერსიტეტში. ასეთი არის ვითარება, ბოლო გადაწყვეტილებები ქართული ოცნების, დღეს დილიდან ოცნების დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პარტიის აი ამ რეზონანსულ გადაწყვეტილებას და მან ის ადამიანები, ვინც ამ რეფორმას აპროტესტებენ და აკრიტიკებენ, ისევ პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა. რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომხმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი, რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი? არაფერი ახალი ხომ არ არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს რაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს,
რთული ამას ვინმე შეეწინააღმდეგებს, არც არავინ არ ეწინააღმდეგება, ხომ? ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა ყველა მიესალმება ამ პრინციპს. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ შავლო პაპუაშვილი და მის ბიოგრაფიაში, შავლო პაპუაშვილის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის იყო ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ასეთია გადაწყვეტილება ქართული εθნების მხრიდან უნივერსიტეტის კვოტებთან დაკავშირებით, ეს იყო დაანონსებული და საზოგადოებამ იცის უკვე, რომ გუშინ გახდა ცნობილი უნივერსიტეტებთან დაკავშირებული კვოტები და ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ის უნივერსიტეტი, რომელიც ამ პროცესში ყველაზე მეტად ზარალდება. დღესდღეობით ამ უნივერსიტეტში თუ დაახლოებით 17,000 სტუდენტი სწავლობს, გაცილებით შემცირდება ეს რიცხვი, მაგალითად ყოველწლიურად თუკი ეს უნივერსიტეტი დაახლოებით 4,000-მდე ახალ სტუდენტს იღებს, ამ ოცნების ამ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით ყოველწლიურად დაახლოებით 354 სტუდენტამდე შემცირდება ეს რიცხვი. ვიმყოფებით ახლა განათლების სამინისტროსთან, სადაც ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ილია უნის პროფესორები, სტუდენტები და არა მხოლოდ ამ უნივერსიტეტის.